ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ შევიწროებული და ევროპაში კონცენტრირებული Deep State საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას აგრძელებს ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების შემდეგ ჩვენს ქვეყანას ამჯერად ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტი უპირისპირდება. კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ჩეხეთის ხელისუფლებისგან სანქციების სამიზნე პირთა სიის გაზრდას, საქართველოსგან კი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ასევე წერენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითხოვენ. პოლიტპატიმრებში კი სავარაუდოდ საპროტესტო აქციების დროს ძალადობისთვის დაკავებულ ადამიანებს გულისხმობენ. ჩეხეთის მთავრობამ მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც ქვეყანაში მიმდინარე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია და მისი ჩატარება ევროკავშირის, EUTOS, ევროპის საბჭოსა და სხვა ინსტიტუტების შესაბამისად. მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ გამოძიებებისა და დევნის შეწყვეტა. მნიშვნელოვნად შეავსოს და გაზარდოს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდივიდუალური სანქციების სამიზნე პირების სია. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ არჩევნების შედეგები ისევე როგორც ხმის მიცემის პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. გარდა ამისა, ქართული ოცნებისთვის მიუღებელია იმ ადამიანების პოლიტპატიმრებად მონათვლაც, ვინც კანონს არღვევდა, სამართალდამცველებს თავს ესხმოდა და ინფრასტრუქტურას ანადგურებდა. აქედან გამომდინარე, მმართველ პარტიაში რეზოლუციას უსამართლოს და სამარცხვინოს უწოდებენ. კომიტეტის გადაწყვეტილებაში კი Deep State-ის გავლენას ხედავენ. უსამართლო და უტიფარი. ვინაიდან არანაირი რეალური მტკიცებულება იმისი არ არსებობს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ან პოლიტიკური პატიმარი არსებობს და პოლიტიკური პატიმრად განიხილებიან ადამიანები, რომლებიც გადატრიალებას და სისხლისღვრას გეგმავდნენ საქართველოში. და კვლავ ესეთი ადამიანების წახალისებით, რომლებმაც ესეთი რეზოლუცია მიიღეს. რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან მიტინგებში ღებულობენ მონაწილეობას და ახალგაზრდებს დაპირისპირებისაგან და მთავრობის ძალისმიერი შეცვლისაგან მოუწოდებენ. ამ კომიტეტსაც რასაკვირველია სირცხვილი, ვინაიდან არათუ უსამართლოა, არამედ სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესს. უსირცხვილოდ, უსამართლოდ და ორმაგი სტანდარტით, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია. ევროკავშირი აცხადებდნენ, რომ EUTO-ი იქნება ის მთავარი კატალიზატორი, ის მთავარი ესე იგი ინფორმაციის მომწოდებელი, რომელსაც ჩვენ დაუჯერებთ, როგორც ჩატარდა არჩევნები საქართველოში. არც ერთი მინიშნება არ არის მთელ მის ესე იგი დასკვნაში, რომ ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომ დარღვევების ხარისხი იმდენად მაღალი იყო. ამის შემდეგ ივიწყებს შესავე ნათქვამს, რომ EUTO-ს დაუჯერებ და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა. მაინც ესე იგი ურცხვად ამ Deep State-ის გავლენის ქვეშ მყოფი პარლამენტები და მთავრობები ევროპაში ისევ იმ ნარატივს რომ მაგძელებენ, არის ყოველდღე წარმოუდგენელი. ახლა გადავიდეთ მეორე მხარეზე, ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებზე. რა მშვიდობიანი მიტინგები ტარდებოდა საქართველოში? ვერ დაინახა მთელმა მსოფლიომ როგორ აზიანებდნენ პოლიციელებს? ვერ დაინახა თქვათ ევროკავშირის წარმომადგენლებად Deep State-ისა რამდენჯერ გაუჩინეს ცეცხლი საქართველოს პარლამენტს და კინაღამ გადაწვეს საქაობა? რატომ ერთი ხმა არ ამოიღეს? რატომ ამას არავინ არ აღნიშნავს? ეს ორმაგი სტანდარტები ისევ გრძელდება და ჩვენ არ ველით უახლოეს მომავალში ეს ამის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ევროპაში ჩემდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ ამ Deep State-ის საცეცები ძალიან მყარად არის ჯერ კიდევ. მმართველ გუნდში ჩეხეთის ხელისუფლებისგან ევროკავშირის იმ რეზოლუციის მხარდაჭერასაც იხსენებენ, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სახელმწიფო კორუმპირებული და წამების სისტემის შემქმნელი ადამიანის მხარდამჭერებისგან შენიშვნას არ მიიღებს. ნახეთ ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერა ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ, სადაც სააკაშვილის გათავისუფლება არის მოთხოვილი. ასევე ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აქვთ ეს პოზიცია დაფიქსირებული სააკაშვილთან დაკავშირებით, ამიტომ ერთადერთი რასაც ჩვენ მოველით სააკაშვილის მეგობრებისგან არის ბოდიში ქართული ხალხის მიმართ. სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, ამის ფონზე არის აბსოლუტურად გაუფასურებული, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანს, რომელმაც შექმნა ადამიანების წამების სისტემა, მათგან საერთოდ რა წინადადება, რა რეკომენდაცია, რა შენიშვნა, ან რა სიტყვა, ან კომენტარი უნდა მივიღოთ მათგან. Deep State-ის გავლენებზე საუბრობენ ხალხის ძალაში. პარტიაში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც საქართველოზე პოლიტიკური შეტევები შეწყდება.
ამერიკის მხრიდან მართალია თეთრი სახლიდან ყოველდღიურად ჩვენ არ გვესმის რომ აქ ჩვენ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ, უკრაინის მსგავსად უნდა ვეომოთ რუსეთს, ტრადიციები უნდა უარყოთ და კაცების გათხოვება დავაკანონოთ და ასე შემდგომ, მაგრამ სამაგიეროდ ბრიუსელიდან ევროკავშირის ბიუროკრატები იგივე ზეწოლას ახორციელებენ, რაც იყო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. და ამიტომ თუ ნახავთ, რომ ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია შეასუსტებს Deep States, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება საქართველოზე ასახული და ამას ვიგრძნობთ ჩვენ. სხვა ქვეყნები არ განიცდიდნენ ისეთ ზეწოლას, როგორც განიცდიდა საქართველო. ევროკავშირთან პრეტენზიები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აქვს. ტრამპის ადმინისტრაციაში ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ევროკავშირის დროშას საბჭოთა კავშირის სიმბოლოები ნამგალი და ურუ აქვს დამატებული. ილონ მასკი ამბობს, რომ ევროკავშირს უყვარს, როდესაც მართავენ. წარმოიდგინეთ, იმდენად გიყვართ, რომ გმართავენ, რომ თქვენი მთავრობისთვისაც კი მთავრობა გსურთ. გარეგზალები საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფაქტობრივად იდენტურ ხელწერას იყენებენ იმ ქვეყნების ხელისუფლებები, ვინც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს Deep State-ის კარნახით დგამენ, საკუთარ ქმედებებს მოგონილი მიზეზებით ამართლებენ რეალური არგუმენტების გარეშე.